როგორ არის ნომინირებული? ხო, ეს მე მგონი ცოტა. Hello. ხო ჩართული ყველაფერი. გამარჯობა. გამარჯობა მესამე. დღეს შემოგთავაზებთ ფილმს, რომელიც ნომინირებული არის ოსკარზე უცხოენოვან კინოსურათში. საიდუმლო აგენტი, რომლის რეჟისორი გახლავთ კლebe Mendoza Filho. ბრაზილიური კინოსურათი და უკვე მეორე ბრაზილიური კინოსურათია ჩვენ ახლა, რომელსაც განვიხილავთ და მე მგონი რომ რაღაც back to back გავს ერთმანეთს. თემატურად ხო. 4 ნომინაცია აქვს ოსკარებზე, ერთი რა თქმა უნდა უცხოენოვანში, მეორე მსახიობი, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ვაგნერ მოურა, კასტინგი და საუკეთესო კინოსურათი. მე ეს მაინტერესებს, რომ წლის საუკეთესო სურათში ორი უცხოენოვანიც არის ნომინირებული. ერთი სენტიმენტალური ღირებულება, რომელიც უკვე განვიხილეთ და ახლა ეს შარშან ეგრე არ იყო, როგორც მახსოვს მარტო კი, ზოგადად დიდად არ წყალობენ ხოლმე უცხოენოვანს, ანუ საუკეთესო კინოსურათებში ხშირად არ აძლევენ ნომინაციას, მაგრამ ბოლო წლებში უფრო დაიწყეს თითქოს ესეთი ტენდენცია, რომ ერთი მაინც უნდა იყოს უეჭველი. საკმაოდ ისეთი შემთხვევაა, რომ ორია, ოღონდ მე მაინც გონია, რომ სენტიმენტალური ღირებულება ნაწილობრივ ჰოლივუდის, ანუ ხო, მაგის გამო არის. უფრო დიდად ვერ აღვიქვამ უცხოენოვანად, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესი ნაწილი უცხოენოვანია. როდესაც უცხოენოვანი ფილმი არის ნომინირებული წლის საუკეთესო ფილმშიც, უცხოენოვანში ყოველთვის ის იმარჯვებს ხოლმე. და აქ უკვე ორი რო არის. საინტერესოა თვითონ უცხოენოვანში რომელი გაიმარჯვებს, თუმცა უცხოენოვანში რომელმაც მინდა გაიმარჯვოს ის საერთოდ არის ნომინირებული, მაგრამ უცხოენოვანში არის ნომინირებული, კინოსურათებში არ არის. იცი საიდან მინდა დავიწყო ბოლოდან. სუთლა თავიდან, აი სანამ ფილმი დაიწყო და იქიდან მინდა რომ დავიწყო. ნეონი რო დავინახე, არ ვიცოდი ნეონის პროდუქციაც თუ იყო და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ნეონი 24-ის ნაირად არ მიმაჩნია, მაგრამ გონია რომ რაღაც ის ახალი სული არის და ის კომპანია, რომლის იმედით შეიძლება გქონდეს. ხო, ამიტომ მესი ამონა, მაგრამ ნეონამდეც და ნეონის მერეც კოპროდუქცია კი არა, ყველაფერი პროდუქცია არის. ის გამოხსენდა Family Guy-ის ერთ-ერთი ჯოუქია, კინოთეატრში როზის პიტერი და როგორია რომ ფილმი იწყება და ამ დროს კინოკომპანიის აი ლოგო რო გამოდის, მე კიდე ლოგო რო გამოდის. აი ეგრე იყო, ანუ ფილმი დაიწყო მე-5 წუთზე ჩარტვიდან რაღაც. ქართული ფილმის გამოჩენასაც ველოდებოდი, მეთქი ჩვენ გამოჩენასაც ველოდებოდი, რომ ოცნად მე მინდა რომ ერთი თვითონ რეჟისორი ვახსენოთ. კლebe Mendoza Filho, უმრავლოდ ამის სახელით მომიდოდა, ეხლა შემიძლია სხვა რამის. ეს არის ამ რეჟისორის პირველი ფილმი, რომელიც ვნახე, მაგრამ ფილმოგრაფიაში რო გადავედი, ერთმა ფილმმა თვითონ აფიშა მიიქცია, ისე ყურადღება ის იყო ცივი ტროპიკები და აფიშა მიიქცია ყურადღება. მე რო გადავედი ამ ფილმზე და რაღაც ფოტოები რო ვნახე, მეთქი, ვა, დოკუმენტურია, თქო, დოკუმენტური კინოს მიმართ ყოველთვის დიდი პატივისცემით ვარ გამსჭვალული და ვკითხულობ, რომ მოკუმენტურია და მოკუმენტური რო იყო, ეგ კიდევ უფრო დამაინტერესა ამ ფილმს აუცილებლად ვნახავ და ჩემ ას მოგახსენებთ როგორი განწყობით ვარ ამ ფილმის მიმართაც. ჩემთვის ამ ფილმის მთავარი ღირსება არის სამსახიობო ხელოვნება და კასტინგი. და ძალიან სწორად არის ნომინირებული კასტინგის ნომინაციაში. ზუსტად ყველა პერსონაჟი ვაგნერ მოურას რო თავი დავანებოთ. ისე არის შერჩეული, რომ ტიპაჟები არიან თითქოს ესენი რა და მაგ ტიპაჟების მიხედვით არის შერჩეული. ამიტომ ძალიან კარგად ჯდება თითოეული მსახიობი იმ ხასიათში, რა ხასიათის გადმოცემასაც ეს თითოეული პერსონაჟი საჭიროებს. ეგ მსახიობამდე სანამ მივალთ, რეალურად რა თქმა უნდა კასტინგის დამსახურება, იმიტომ რომ ეგრე ზუსტად მოარგო ყველა ჭანჭიკი. ეს შეიძლება აღიქმნოდეს ცუდად, მაგრამ აი ამას ვამბობ ყველაზე კარგი გაგებით რაც შეიძლება. იმდენად მაგრა იყო შერჩეული მსახიობები, კასტინგი იყო იმდენად ძლიერი, რომ გეგონება მსახიობები იყვნენ ჯერ არჩეულები და ტიპაჟები იყვნენ არჩეულები და მერე დაწერეს ამათთვის ყველა ის ხაზი და სცენა, რაც არის დაწერილი. განსაკუთრებით მინდა რომ გამოვყო რამდენიმე ერთი, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვაგნერ მოურას ამ საუბრიდან ცოტა წევთ იქით, იმიტომ რომ ის ცალკე სალაპარაკო. ეს supporting როლები
მისტერ ალექსანდერი ეს ბაბუის როლს ვინც თამაშობს, კაცი მინდა რომ დავკუჭო და ჯიბეში ჩავისვა, იმიტომ რომ არ ვიცი, მაგ მომენტში უკან რომ იყვება ის მე მგონია რომ მეთქი ეხლა. ოღონდეს არა ის ვოკალით. ანუ გუგული ხელით მეჭირა რომ მე ოღონდ ახლა ტყვი რაღაცინოს და ოღონდ ახლა ეს ოღონდ ახლა ამას მანქანამ დაარტყას და საავადმყოფოში გადაიყვანა რომ მე იმად ვერ მოკლა. ანუ ყველაფერზე თანახმა ვიყავ. გაიჭირს მანქანა. ეგეცილება. რაღაც გამოვყოფ დონა სებასტიანას, იმიტომ რომ აიგეც უმაგრესი ქალი. დანარჩენი ვის გამყოფაც მინდა, ისინი სულ უარყოფითი გმირები არიან, იმიტომ რომ აი განსაკუთრებით ის ბოლო მკვლელად ვინც დაიქირავეს. იმდენად სახასიათო გარეგნობა და ის თვალები, სიარულის მანერა. მე მაგ დავალებაზე რომ მიდის როგორც აცვია. ხო, ფერები ძალიან ყურან. ფსიქოპათია. აი თვალები, სასწაული თვალები აქვს. ან ფერიც ხო რაღაც ძალიან ქვეწარმავლის ფერი თითქოს, მაგრამ თან ან გამოხედვა რაღაც ცივი, არ ვიცი. ასევე ერთი რაღაც მინდა დავამატო აუცილებლად ქასზე რომ გადავედი და ნუ მაურეკესაგებია, მაგრამ ასევე ქასში იყო უდოკიერი და უდოკიერი რომ დავინახე მეთქი ახლა არა მოუტრიალდე უკანასალტოთი. ან ძალიან გამიხარდა რაღაც არ ვიცი რაღაც მოულოდნელიც იყო ალბათ და მაგიტო და ველოდებოდი რომ ფილმში ექნებოდა ძალიან აი თავარი ვილანი იქნებოდა ან რაღაც ეგრე. და ერთი სცენა აქვს მარტო რეალურად ხო იქ როცა მიდიან მასთან და იარებს რო აჩვენებს და უბრალოდ ძალიან დასამახსოვრებელი ეპიზოდი იყო და ანუ უბრალოდ მიუხედავად იმისა რომ ეპიზოდური როლი იყო აი ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ უდოკიერის ეთამაშა ეს აი იმ დონეზე მაგარი ფასი არის რომ ასეთი სახელი და გვარებიც ასე ეპიზოდულში ყავს გამოყენებული და როგორ საჭიროთ, როგორ ზუსტად ძალიან და მე მეგონი ერთ მომენტში ჩანს კიდე როცა ყვავენ და ეს და ანუ და ბექგრაუნდზე არის, ანუ წინა პლანზეც არ ჩანს და ეგრევე მაგისკენ მიდის თვალები. აქვე ახალგაზრდა უდოკიერი სულ რამდენიმე დღეს წინ აღმოაჩინე, როგორ გამოიყურებოდა და ეს ფოტო და შეგვიძლია დავქრაშოთ ყველამ ერთად შევიკრიბოთ ხოლმე საღამოობით და ვქრაშოთ და ვიყოს ჩვენ. კასტინგი ძალიან ბრავო. გამარჯვების ღირსიც არის ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ სხვებიც ყველა ღირსეულობა ნომინირებული კი? ხო, ერთ-ერთი ყველაზე ისეთია, რომელიც მართლა იმსახურებს გამარჯვებას მაგ ნომინაციაში. მართლა ძალიან მაგარი ისტორია იქნება, რომ პირველი ნომინაცია ეს კასტინგი პირველად არის ნომინირებული ოსკარებზე და უცხოენო ის თუ გაიგე. რა თქმა უნდა, ამერიკელებისგან არ არის მოსალოდნელი, მაგრამ თავისთავად დღემდე ვერ მოუნელებიათ ის ემილიანი ქსის ოსკარი. გამეესწრებათ, ეგვიძებათ და გერმანია როგორ მოგვივიდა production design-ზე და თვითონ ამ პერიოდის ატმოსფერო როგორ შექმნეს მაგაზეც ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ საოპერატორო ნამუშევარი არ არის ჩემი აზრით ამ ფილმში ვიზუალურ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ კოსტუმები უფრო ნაკლებად, მაგრამ ეს ზოგად ატმოსფეროში და ეს 70-იანი წლების ბოლო 1978 წელია ფილმში. ძალიან კარგად არის თვითონ ის ბრაზილიური 70-იანი წლების ბრაზილიური სული დაჭერილი. აი გეფიცები რომ ხედავდი რომ ვენტილატორი იყო გათიშული, მეთქი ჩართეს მცხევა, ანუ იმ ძალიან მაგარი აი განწყობა და ეს აურა გარემო ძალიან მაგარი იყო შექმნილი და აი კითხვები მაქვს აი რანა ხო აი მეც ოფლივდიოდა და ისინი რო ოფლიან მეგონა ფანები რო აი კოსტუმები მაგ მხრივ იყო ძალიან მაგარი ხა იქ მართლა ხო არ ცურავდნენ ოპცია ალბათ ხო აი ძალიან მაგარი აი ზურგზე ზოლები რო ხო აი ძალიან მაგრა იყო გაკეთებული და პოლიციის რაღაც ოფიცერი თუ უფროსი პირველად როგორ შემოდის აი სახე და ეს რაღაც ბანჯგვლიანი გუნკერდი რო დაცვარულია დაცვარული კი არა თითქოს კოკაი სუმი მოვიდა ოფრის და ეგ ასე კი რასაკვირველად სუდა ჟღერს და არ არის ასე ამონო ოფრის სუმი მაგრამ ფილმმა ეგ რო გააკეთა ესე იგი მაგრა არის მართლა ძალიან და ეგ მაინტერესებს კიდე საინტერესოა მართლა ჩემთვის გასაგებია რომ ნატურაზეც იყო ნამუშევარი მაგრამ აი სპეციალურად თუ აქვს გაკეთებული, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ შევატყე აბსოლუტურად, მაგრამ იმდენად დეტალებში იყო, რომ
ესე გაკეთებული უნდა ყოფილიყო რაღაცები ხელოვნურადაც, მაგრამ არ ვიცი, ძალიან მაგრა ქონდათ ეგეც გაკეთებული. გარდა ამისა, მე მონტაჟის დროსაც ეს ფერებზე აქვს ძალიან ნამუშევარი. კი, color grading-ი ძალიან საკაიფო. Breaking Bad-ი გამახსენდა. აი ზუსტად ოღონდ აი ის რო არის ხოლმე მექსიკაში რო გადადგა ჰოლივუდი მექსიკაში და რაღაც ის რო ადებს ყვითელი ფერი რო ადებს და აი ეგეთი დაბიო რაღაც არ იყო გაკეთებული. აი ყოველი დეტალი ყველა ფერზე სათითაოდ იყო ძალიან მაგრა დამუშავებული და ძალიან მაგრა ქმნიდა ეგეც განწყობას. კი, გარემო იდეალურად მართლა განსაკუთრებით აი ეს არმანდო თავის ოთახში რო შედის რა თავის სახლში და ის ინტერიერიც კი აი როგორ ძალიან მაგარი იყო. როგორი ფერად ზოგადად გასაგები რომ ბრაზილია ფერადოვანი ქვეყანა რაღაც მიუხედავად ამდენი ტკივილის გაჭირვების და დღემდე ამდენი გვამების და ასე შემდეგ დაპირისპირებების მიუხედავად ძალიან ცოცხალი ქვეყანა არის და ეს ფერადოვნება ამ ფერადოვნებას პლუს ის მიმდინარე პროცესები რასაც უყურებთ კონტრასტულობა ისე იყო შერწყმული ერთმანეთში ან ძალიან ბუნებრივი რაღაც იყო ამ უყურებ ამ ჭრელაჭულა გარემოს და თან ესე გვამები ყრია ბრაზილია და ზოგადად სამხრეთ ამერიკის ქვეყნები ჩემს ეს ქუჩის ფოტოგრაფების 64 მე მახსოვს ფოტოგრაფიის ლექციაზე ერთხელ ეგის წარმოთქვი უკმაყოფილება რომ ქუჩის ფოტოგრაფიაო ან თბილისში ძალიან რთულია ტაქსებიც კი თეთრი გახადესო თავისი ყვითელი ხოჭოთი რო შემოვიდა იქ პირველი რაც გამახსენდა იყო შენი ეგ ფრაზე ლექტორთან რო თქვი რომ 70-იანი წლები ხო ყველგან ძალიან ფერადი იყო ინტერიერიც ამერიკაშიც რა ყველგან და საქართველოსიც როგორი ფერადი იყო და მაგიტო არის ახლა უფრო რაღაც ხინჯად მაგულში რომ თვითონ ისტორიულ კონტექსტზე გადავიდეთ და რაზეა ეს ფილმი მე მინდა იმით დავიწყო რომ მე პირადად არ ვარ ესე გაცნობიერებული და არ ვიცი ბევრი რამე ბრაზილიის ისტორიის შესახებ და რა ხდებოდა 70-იან 70-იან წლებში, თუმცა ფილმი საკმაოდ გაწვდის ზოგად ინფორმაციას, რომ დააკავშირო რაღაცები ერთმანეთთან, რომ სამხედრო რეჟიმი, კორუფცია, რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ხალხის ან თუნდაც არა მებრძოლი, მაგრამ რაღაც იდეოლოგიურად მოწინააღმდეგე ხალხის დევნა თან დევნაც არის და დევნაც მე მგონი. თუნდაც საერთოდ არ იცოდე ამ ქვეყნის ისტორია და იმ რა ხდებოდა იმ მომენტში. გაწვდის საკმაო ინფორმაციას, რომ გაერკვე რა ხდება და რას უნდა მიაქციო ყურადღება, რა არის მნიშვნელოვანი. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანებისთვის, თუნდაც ბრაზილიელებისთვის, ან უბრალოდ ისტორიკოსებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც მეტი იცის ამ პერიოდის ამ ქვეყნის შესახებ, ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა და ისეთ დეტალებსაც დაიჭერდნენ ალბათ. ან კარგად, ან ცუდად, იმიტომ რომ როცა მეტი იცი რაღაც საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, უფლება გაქვს რომ აკრიტიკო, ხო და მე რაღაცას ხედავ. სიუჟეტურად არის ჩახლართული ფილმი და რაღაც თავიდანვე რო გამოდის, კითხვის ნიშნები გიჩნდება. კი, საიდუმლო აგენტი ქვია ფილმს, მაგრამ რო არ ხარ დარწმუნებული, კაი ტიპია, სუდი ტიპია, საიდან მოდის, სად მიდის, რატომ მიდის, რა უნდა, ნუ რაში არის საქმე. ჯერ მარტო ამ პერსონაჟთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გიჩნდება. თუნდაც ის რო არის მოწმე, მე რო იგებ რომ მოწმეთა დაცვის პროგრამაშია, ან რატომ მოხდა, საიდან მოხდა, მე იგებ მისი ცოლი როგორ მოკვდა, ჯერ საერთოდ რომ მოკვდა, მე იგებ რომ მოკლეს. ეს ყველაფერი არის სწორედ ამ გარემოდან გამომდინარე, პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რაც ხდება ქვეყანაში და ეგ ძალიან მაგარია, რომ ამაზე ფიქრი საერთოდ არ გიწევს პარალელურად და მაგაზე არ ხარ დაძაბული, იმდენად გასაგებად გაძლევს ამ ინფორმაციას ფილმი რა თვითონ. 45 წუთში ეგეც რო არ მოგწეს პრინციპში. ხო, ეგეც არის. თავიდან კითხვის ნიშნები გაქვს. ფლეშბეკები რა არის, მე მომავალში გადახტომა, ოღონდ მომავალში არ გულისხმობ ამ 2000-იანების მომავალს. აი მაგალითად ერთ-ერთ სიტყვი ზვიგენში რო იპონიან ფეხს და რო გადმოყრიან და გადმოიღებენ, აი რაღაც უეცარი ჭრა არის და ეგრევე გადადის კადრი არმანდოზე და უცებ მგონია რომ ეგ არის ფლეშბექი და აი ისეთი ჭრა იყო რომ უცებ მაფიქრებინებს რომ ეს არმანდოს ფეხი უნდა იყოს. მაგრამ მე იგებ რომ თუმე პარალელურად ხდება ეს მოქმედებები რა და მონტაჟი ისეთი უხეში იყო და ისეთი უეცარი რომ რაღაც სპეციალურად იყო გაკეთებული. ჩემთვის მთავარი პრობლემა ამ ფილმის ძალით არ ვუყურე და რაღაც მაინც მაინტერესებდა, მაგრამ მე ძალიან ამომაგდო სცენარმა და მე სცენარს მონტაჟიც მიყვა რაღაცეებში, მაგრამ ჯერ მონტაჟზე ანუ ხა დეტალურ მონტაჟზე ვიტყვი, რომ აი რაღაც მომენტებში იყო ეს
კეპკათის ფეიდინგივით ან ესე რო გადიოდა კადრები ან რაღაც უბრალოდ ფეიდი და ეგ ანუ არც არის მნიშვნელოვანი რეალურად ზოგადად იმასთან ძალიან დეტალური რაღაცაა, მაგრამ ძალიან ანუ რაღაც ხრივ გამაღიზიანსავით, იმიტომ რომ არ არის ლამაზი ესეთი დონის ფილმში კეპკათის ჭრები, ანუ ესე რო გადის კადრი, ანუ ზოგადად არ მიყვარს ეგ კინოში, იმიტომ ხოთა შორს ერთ მომენტზე იყო რომ გადავახვიე უკან ზუსტად ფეიდით შეიცვალა ამ არმანდოს საყვარელი არის ხო რეალურად ის ქალი მის შვილს ძინავს სკამზე და უსე ფეიდით გადადის და ფლეშბექზე გადადის ერთად რომ წვანან ის თავის მეუღლე და შვილი და უცებ მეთქი ანუ რა მოხდა და უკან გადავახვე და არაფერი უბრალოდ ხო და ნუ რატო მოხდა მაგრამ მეთქი ოკეი იმიტომ რომ ფეიდი ზოგადად ანუ იმდენად კინემატოგრაფის დასაწყისში იყენებდნენ ზოგადად მაგას, იმიტომ რომ რაღაც ახალი იყო და ვაუ, ეგეთი იყო და ეხლა ანუ დიდად აღარ იყენებენ თუ რამე ხო დანიშნულება არ აქვს და აქ ვერც ერთხელ თან ან მაგდენად ხშირადაც არ იყო რომ მე რაღაც კანონზომიერება დაგენახა და დაგეკავშირებინა რომ აი აქ და აქ ფეიდია და ესე იგი რაღაც უნდა ნიშნავდეს ეგეთი რაღაცაც არ იყო უბრალოდ ან აი ფეიდი კიდე ხომ რა ის აი გვერდზე რო გადის კადრი და მე აი slide shows ეფექტი როა თითქოს აი ეგ იყო დასაწყისში ეს დაახლოებით პირველ საათში რამდენჯერმე და მეთქი რატომ რა ხდება მაგრამ ხო ეს ძალიან დეტალებია რეალურად და ნუ ეგრე უნდა დამემონტაჟეს და დაეთანხმა რეჟისორი ნუ ოკეი მივიდა და არ მომიწონა ეხლა სცენარი და ტემპი ამაზე რას თქვით ეხლა მაგიტო ვახსენე ის ფეხის სცენარო საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ფეხს არმანდოსთან და ანუ მე მგონი იცი ეგ ფეხი ხო მაგას ფიქრობდი ეგ ფეხი რა შუაში იყო ხო ხო და იცი რა არის ანუ ზუსტად ეგ არის ერთ-ერთი მთავარი ლაფსუსი ჩემთვის სცენარში იმიტომ რომ გასაგებია ცალკე რომ ამოვიღოთ ეგ ფეხის ისტორია თუნდაც ის სცენა რაღაც ბადი ჰორორში რო გადავიდა ეს ფეხი რო რაღაცა ცალკე ფილმად შეიძლება გამოვიდეს და რაღაც კორუფციაზეც ვილაპარაკოთ და ასე შემდეგ და საინტერესო იყოს მაგრამ თუ მაგ ფეხის დანიშნულება იყო ის რომ ეჩვენებინა რამდენად კორუმპირებულია პოლიციის დეპარტამენტი მაგის გარდა იმდენი სცენა იყო და იმდენი კარგი სცენა იყო რომელიც მაგას აჩვენებდა რომ ეს მთელი სტორილაინი რამაც ფილმი არის 2:45 წუთი და მე მგონი 45 წუთი არის ეს ფეხის სტორილაინი და რატომ ეგ მაწუხებდა ძალიან და მაგიტო კი ის თავარი სტორილაინი მეც მომეწონა და მეც სიამოვნებით ვუყურე და მაინტერესებდა და რაღაც ესე ვიყავი რომ რა მოხდება თუმცა სანამ ის დასასრული მოვიდა და სანამ მაგაზე მე რა ვიტყვით მაგრამ აი ეს ფეხი რამდენჯერაც ხდებოდა იმდენ მაგდებდა რომ რატო იმიტომ რომ თან ვერანაირად ვერ ვუკავშირებდი არმანდოს და თან ფიქრობდი რომ აი ხაი ძალიან მაგარი იქნება ბოლოს კულმინაციის დროს თუ რაღაც კავშირი ექნება და არა ხო და ანუ მეთქი ანუ სადმე რამე გამომჩა რამე ფეხმა თავი ჩამარდღა თუ ანუ არმანდო შეიძლება და ყოფილიყო მაგრამ უკვე რო აღმოჩნდა რომ არაეულად მიდიოდა ეს ამბები მაშინ მისი ფეხია ახლა ვინ არის ფეხი ანუ თუ მთელი მიზანი და მიზეზი რატომ არსებობს საერთოდ ეგ სტორილაინი იყო ის რომ აი მორგში რომ მიდიან იმის შვილები და ამ ფეხს ცხენის ფეხს ასობენ და მე ამას აგდებენ და ან მაგას რატო აკეთებენ ეგეც არ ჩანს ანუ ვისი ფეხია ხო და ეგ რა შუაშია რომ ეგ ფეხი საერთოდ რა უნდა ფეხი საერთოდ საიდან ხო ანუ ის მაინც რო ყოფილიყო გაცხადებული ვისი ეგ რამდენი ფილმზე გვაქვს უკვე ნათქვამი რომ როგორც ვიდეო არტიან ცალკე რაღაც ძალიან საინტერესო იქნება და ანუ აქაც არ იყო ცუდი ანუ ძალიან შემოგვახტა ეს ფეხი მაგრამ ხმა იყო მანდ ძალიან მაგრამ გაკეთებული ამ ფეხისთვის რომ დახტის და რაღაც ამაზე ხმა როა მინდა რომ ვილაპარაკო ამ ფილმის საუნდზეც ალაპარაკო მცირე მაგრამ მაინც აღსანიშნავია კი ეგეც რა ხო მართლა დადიოდა ხო ფეხი არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი შეიძლება ეს არის რაღაც ბრაზილიული რაღაც inside joke რაღაც ბრაზილიური ხუმრობა და მაგიტო უფრო ეს შეიძლება სხვა რამე კულტურული სიმბოლო იმ პერიოდიდან შეიძლება იყოს რაღაც რეალურ ფაქტზე ფუძემოს იმიტომ რომ საერთოდ არ არის გასაკვირი რომ ჩემი აზრით ეგ რომც იყოს მაშინ რაღაც ანუ დაუსრულებელივით არის მე ეგ ამბავი ანუ ვერ უკავშირდება ამას და მაშინ ეგ მაინც უნდა ეჩვენებინათ უკეთესად რომ ანუ თუ არის გათვლილი
ფილმი ზოგადად საერთაშორისო აუდიტორიაზე და თუ არის ფილმი ყველასთვის და არა მხოლოდ ბრაზილიური ხალხისთვის და აშკარად ეგრეა, იმიტომ რომ ანუ კანის ფესტივალზე ყველაზე მეტი ჯილდო აიღო, აგერ ოსკარებზე ვხედავთ რამდენი ნომინაცია აქვს და ანუ ესე იგი არის გათვლილი საერთაშორისო აუდიტორიებზე და ვახსენეთ ის რომ ბრაზილიის ისტორია და ამ კონკრეტული პერიოდის ისტორია ვინც არ იცის, იმისთვისაც მაინც კარგად საყურებელია. მე მაინც მგონია რომ ალბათ კორუფციის ხაზი უფრო იყო და იმ პოლიციასთან რავი იმდენი სცენა იყო რომელშიც ეგ კორუფცია ძალიან კარგად იყო ნაჩვენები დასაწყისში შეგვიძლია ეს მანქანას რო უმოწმებს და რო უნდა რომ რაღაცა უპოვოს ისეთი რომ მერე ქრთამი გამოართვას ანუ რო ხდება იმიტომ რომ მერე დონაციას თუ გაიღებოდა სიგარეტებს არტმევს ადამიანს ასევე ჩვენი დონაციის ნიკი იქნება სიგარეტებს არტმევს ადამიანს ანუ ხდებით მაგით და ანუ მაგამდეც ანუ მე მგონი ერთი კვირა რო გვამიგდია გარეთ და პოლიცია მოდის და ამბობს რომ ამისთვის არ მოსულ ვარ ამისთვის მე მოვალ ანუ მგონი გასაგებია ყველაფერი და ეგ სცენა ძალიან იდეალური იყო მაგ ხაზის და მაგ თემის გადმოსაცემად და მე კიდე თვითონ პოლიციელების ხასიათები თუ უნდათ ეჩვენებინათ აი ეს სცენა სადაც იმ მეორე მსოფლიო ომის ყოფილ ჯარისკაცთან მიდიან და ესე აწუხებენ და მართლა ამაზე რძენად ექცევიან როგორც რავი სამუზეუმო ექსპონატს მე მგონი ანუ ეგ ორი სცენა ძალიან საკმარისი იყო და ეს მთელი სტორილაინი აღარ იყო საჭირო და აღარ იქნებოდა 2 საათი და 45 წუთი. იმიტომ რომ არის ზოგი ფილმი, რომელიც უნდა იყოს 3 საათიანი, მაგრამ არის ზოგი ფილმი, რომელიც არ უნდა იყოს და ეს არ უნდა ყოფილიყო ჩემი მოგზაურებული აზრით. კასტი ვახსენეთ და ეს გარემო ხო, ესე დიზაინი რასაც ქვია, მაგრამ თვითონ გაწყობა ძალიან კარგად იქნებოდა. ეგ სცენარის ნაწილია, რომ აი დიალოგები ეგ მაგ ჩანიშნული, რომ დიალოგები თავარი სათქმელისგან ბევრი საერთოდ შორს არის და არაფერ შუაში არაა, ასე თავარი სათქმელისგან არც ერთი წამი ზედმეტი არ იყო. განწყობას, გარემოს, ხალხს, პერსონაჟებს, ტიპაჟებს, აი ადამიანის პერიოდს, სოციუმ ზოგადად ძალიან მაგრა აჩვენებს, ძალიან მაგარი იყო და ამასთანავე ძალიან კარგად ამ გარემოს და აი რა ხდებოდა აი როგორ იწყება ხო თვითონ ფილმი შემოდის პატარა ყვითელი ხოჭო ორი ძალიან საყვარელი კადრი და უცებ ამ ძალიან საყვარელ კადრში შემოდის ფეხები ჩანს რომელსაც დატრიალებს ბუზთა ჯარი სუნი ხო აი ყარს ფილმი პირველივე რაც ისმის რომ გამოდი თვითონ ეს კაცი რა საყვარელი იყო ბენზინის გასაფრთხე ხო მეცაი აი ესე რომ დგას ხო და ის გამო რო წუხდა რომ აი მე შემატოვეს აქ და ის უნდა დამღალად ანუ აი ამბობს ამბობს ჩვეულებრივად თითქოს აი ყოველ თვე ხდება ეს ამბავი კი იმიტომ რომ ფრაზას ამბობს ასეც ხო ამას ნუ ნერვიულობს ეს არაფერი ისე ანუ რა არაფერი არ არის გვამიგდია და მოყავა გათხოვებზე და ძაღლი მოდია აი რა ხდება საერთოდ და ეუნება არ ინერვიულო და ესაც ახლა ნუ სუნი აწუხებს მაგრამ არ ინერვიულობს იმიტომ რომ ძმამ თქვა რომ არ არის სანერვიულო რატომ ენერვიულობს და წითელ ქუდამკვლევი რომელიც არის ხო დაჭრიან და დრო მირბის ჩვეულებრივად ეს ხალხი თვალს აყოლებს და ხედავს სისხლი მოდის და ერთ-ერთი ეს ეპიზოდი მეორე კილერს რო აადევნებს უაჩერებს რომ ჰეი ბრო იქი წავიდა ანუ ძალიან ჩვეულებრივად რომ მიასწავლის იქით რომ აი წადი იქ ჩაცხრილე ეგეთი რაღაცა თითქოს უმნიშვნელო წამიერი დეტალები იყო ძალიან კარგად გაკეთებული და ზოგი ხა ამ მაგბაბუს ხასიათი არც გვაინტერესებდა და ის მაგრამ მაინც რაღაც დავიჭირეთ აი რაღაც მე-1000 ხარისხოვანი პერსონაჟის ხასიათი რომ მისთვის ეს იმდენად ჩვეულებრივი რაღაცა და იმდენად არ აინტერესებს ვის ჩაცხრია რაღაცა ეს ადამიანს დაეხმარა და აგე იქ იწადიო უთხრა და აქ ჩემ თვალწინ ნუ ისვრიო უთხრა და ერთი მომენტი იყო კიდე ის აი ზვიგენისთან რომ ფეხს იღებენ და რაღაცა ყველა შედის და ყველა აი ესე რაღაცა იცხვერდა მოდი შენთანაც ეს სუნი და ხო ეხა ხვდები რასაც ამბობ კი შედის და აი რაღაცა წარფსაც არიხრის თითქოს აი ამ ტიპის ხასიათს გაჩვენებს და რაღაც იერარქიულ განსხვავებასაც გაჩვენებს რომ ისინი ვიღაც ხოთაშორის მაგარი კორუფციის არა მაგრამ აი ეს განუკითხაობა რო არსებობს აი მაგ ზვიგენის ეპიზოდში იყო ერთ-ერთი სანიტარი იყო ის კაცი თუ რაღაც ძალიან საყვარელი დაბალი საყვარელი კაცი უცებ ჯიბისდანას რო გააძრო და გაჩერდი კაცო აქ მე ვიზავრა ჯიბისდანი თუ გაჭრა ხა ეს ზვიგენიო და ამ ტიპიც აი როგორ უყურადღებოდ ექცევა რომ აქ რაღაცა საქმე დანაშაულს ეხება და არიც იქ
ჭირას იპოვის და აი ეს რა ამოიღო ვაშლის საფრთხეები დამითაპირებს რიგენის გაჭრას და იქიდან ადამიანის ფეხის ამოღება და ძალიან მაგარი დეტალი იყო ეგეც ამიტომ არის კომიკური მომენტები იყო სხვათა შორის ამ ფილმში და აი ეს მომენტი თუნდაც ეს ყველა ისო ფეხს რო და ანუ სხვა გზა არის ეს ფილმი თუ ვერ გაიგო თუ ვერ გაიგო ეს ფეხს არმანდო არის საიდქერეთი ხო და ფეხის told the show ანუ ამიტომ ასეთ პასაჟები რო გქონდათ ეს ზედმეტი რაღაცები რატო იყო საჭიროანი იყო ხო აი თან ძალიან არ იყო ის მაგალითად ძალიან კარგი იყო შვილი რომ მოუკვდა მოსამსახურეს კი ეგ ეპიზოდი რო იყო რაღაც საჭიროა რომ ფეხს რო ცვლიან და რაღაცები ანუ ხო და ამ ძალიან მაგრა არ ჩანდა რომ კორუფცია რო არსებობს და სამგანუკითხაობა 10 წუთში ჩანდა უკვე და მაგრამ ანუ არ ვიცი რატო პოლიციის უფროსი დაწყებული მის ქვეშევდოვით დამთავრებული პლუს არმანდო და მისი არმანდოს თანამშრომლები ანუ ყველას ხასიათი და რაღაც დამოკიდებულება ძალიან კარგად გამოჩნდა თუნდაც ის რომ ეს ქალები როგორ ტირიან და როგორ უთანაგრძნობენ შვილმკვდარ დედას რომელსაც შვილი მარტო იმიტომ მოუკვდა რომ მის გამქირავებელს ხო ანუ შვილი გულგრილობის გამო დიდარი ქალის აი მაგარ როგორ გამახიზიანა ბოლოს სანამ ჭრა იქნებოდა და ექსცენა სანამ დამთავრდებოდა რო ყვირის ეს რო გაითრიეო გადიო ღმერთო აი ეთქი ხარ ალბათ გაითრიესგან გათრევ გაუთრევენ როგორ აფარებენ პროსტა ხელს არმანდოს თანამშრომლებს იქვის დახვდებით იმათი როგორ უთანაგრძნობენ და აშკარად გულგრილები არ არიან, მაგრამ მათი მდუმარება უკვე ძალიან კარგად აჩვენებს საზოგადოების სახეს, იმიტომ რომ უბრალოდ გაშეშებულები არიან და ცრემლების ხურის გარდა არაფერი რომ ძალა აღმარცხნავს უძლურები არიან ამ სიტუაციაში. ტირილი რო დაიწყო და შემოდით ჟურნალისტებო და ანუ ეს ცრემლი როცა წამოუვიდა როგორც იქნა და რაღაცა მე რო შემოიყვანეს რომ აი ნახე როგორ განიცდის და როგორ ზეწოლას განიცდის მდიდარი ქალი რომელმაც რომელმაც მოუკლა თავის მოახეს შვილი ან მოუკლე. ეხლა იმაზე ვიჭორაოთ, აბა. მომავალში რომ გადმობწანდნენ და თანამედროვეობაში. ეხლა მე ვიტყვი აქ ძალიან ისეთ რაღაცას, რასაც ალბათ მომდგებიან ვიღაცები, მაგრამ ჩემი აზრით მთელი ეს მომავლის ხაზი იმის გამო იყო გაკეთებული, რომ ბოლო 20 წუთი ვაგნერ მოურას მეორე როლი შეესრულებინა. გადასარევი ბრავო შენივერი როლი იყო შენივერი შეასრულა, მაგრამ ჯერ ის რომ თავარი ამბის დამთავრება არ აცადეს საკუთარ თავს. და რაღაცა კულმინაციაში ჩაანაცვლეს უცებ ამ მომავლის ხაზით. ამ ჩვენ მე მგონი იმას ვიმსახურებდით, რომ არ უნდა გაგვეგო თავარი პერსონაჟის სიკვდილი გაზეთებიდან. მართლა არა და სხვათა შორის ეგ მომეწონა ოღონ სანამ მე გაგრძელდებოდა. ერთი დაქირავებული მკვლელი რო კვდება, მე მეორე რომ იყვება და ასე შემდეგ. ეწევა უკან. მოლოდინი გაქვს რომ ეს ამის შვილი გადარჩებიან და უცებ რომ ამ აი ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო რომ გაზეთიდან გავიგე. ჩემი აზრით ძალიან მაგრა შეიძლება და მაგის გამოყენება რომ აი ესე მოულოდნელად რომ მოგახალა გაზეთიდან ეგ მომეწონა, მაგრამ მე როგორც გაგრძელდა მაშინ გაზეთიდან არ უნდა გაგვიგო, მაგას გეთახმები, მაგრამ აი ეგ გაზეთიდან რომ გავიგეთ ეგ შეიძლებოდა სხვანაირად წაიყვანა რა, ცოტა უფრო მაგით, ცოტა ემანიპულირა კიდეს ჩვენით რა. გასაგებია რომ ძალიან კაია მომავალ თაობას საინტერესებს ეს წარსული და უნდა რაღაც პასუხების პოვნა, მაგრამ აი ხო გადაღეჭილი არის ეგ საკითხი თვითონ და რატო ვაკვეხებთ ისეთ ფილმში, რომელშიც საერთოდ არ არის საჭირო თან ზოგადად ის რომ ანუ ისე ჩანს რომ თვითონ ფილმის ხრობის ცენტრში არის ეს გოგო, იმიტომ რომ ეს ისმენს და ჩვენ ვხედავთ, მაგრამ რო ისმენს ეგ შემოდის სადღაც საით რა, საათნახევრის მერე და ცოტა შოკში ჩავარდი, ანუ უცებ რო ეგ ჭრა იყო და კომპიუტერები და ის რო დავინახე, რომ მეთქი ეს რა ხდება? ხუდიანი გოგონა კურსასმენელი რა ხდება მეგობა რომ უბრალოდ ეჩვენებინა კადრი სულ დასაწყისში ხმის ჩამწერის ჩართვის. აი მარტო ეგეც რო ეჩვენებინა და მე თუნდაც საათნახევრის მერე კაი ყოფილიყო საათნახევრის მერე გამოჩენილიყო კავშირს დაიჭერდი რა, მაგრამ უცებ რო აიფონები და ისინი ჩანს ის საერთოდ არ ახსოვს როგორც мама, ბაბუ ახსოვს როგორც мама და ანუ ეგ ძალიან ტრაგიკული იყო, იმიტომ რომ თან მით უმეტეს რომ ვიცით რომ იმ ბოლო დღეს მეორე დღეს აპირებდნენ უკვე წასვლას და ანუ მე მგონი მან თვითონ მაგ მონოლოგიდან ეგ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი
რამდენად არ ახსოვს მამა და ის რომ ამ ვიღაც უცხო გოგოს რომელიც საერთოდ დაბადებულიც არ იყო მამამისი რომ არსებობდა იმას უფრო ახსოვს და ის უფრო მეც ფიქრობს მამამისზე ვიდრე თვითონ აი ეგ ძალიან მკირნეული რაღაც იყო ნამდვილად მაგრამ მაინც მაგიტომ მგონია რომ რადგან დიდი ვერაფერი მოგცა მაგ ხაზმა ზუსტად მოურას გამო იყო დაწერილი ეგ რომ გამოევლინა თავისი დიაპაზონი იმიტომ რომ ორი პერსონაჟის შესრულება ერთ ფილმში ჯერ დიდად არ მიყვარს ხოლმე ეგეთი რაღაცები მე მგონი ამაზე ნალაპარაკებიც გვაქვს თუ რამე განსაკუთრებული დანიშნულება არ აქვს ერთი მსახიობი რო ორ პერსონაჟს თამაშობს ეს არის ჩემთვის უბრალოდ იმ მსახიობის ნიჭის გამოვლენის საშუალება ჩემთვის ეგრე იყო რომ უბრალოდ ამ ადამიანის ნიჭი უნდა დაგვენახა და დავინახა სათაურება და ნაწილებად რო იყო ფილმი დაყოფილი რა ანუ საჭირო იყო ეს რა საჭირო იყო ეს როგორც ჩანს უყვართ ბრაზილიელებს ძალიან მაგრამ მომეწონა ერთი სიმბოლო ანუ ორსახოვანი კატა აი ძალიან მაგარი მინიშნება იყო რომ იქ ცხოვრობს ორსახოვანი კატა ცხოვრობს იქ სადაც ყველა მოსახლე არის ორი პიროვნებით ორსახოვანი ხალხი რო ცხოვრობს აი იქ ძალიან მომეწონა ისეთი სიმბოლო იყო რა რაღაც არ მახსენდება სხვა ფილმიდან და სამუზეო ვიტყვი მაშინ რიც ერთი ეგ ფეხის ხმა რაღაც ახსენე ამ ძალიან მაგრამ მეორე იყო მარტო რო ტოვებს სებასტიანა უკვე ოთახში რო შედის და რაღაც ეს ბუნების ხმები ხო შემოდის წერების ხმები არის და უცებ ეს წერების ხმა ძალიან გამოეყოფა ყველა დანარჩენ ხმაურს უფრო მძაფრდება და ამ გამძაფრების პროცესში პარალელურად რაღაც დამუშავებული არის რაღაც თანამედროვე ტექნოლოგიებით ტექნოხმებში რო გადადის რა და ოღონ არის ძალიან გამაღიზიანებელი სპეციალურად, იმიტომ რომ რაღაც განწყობის შესაძლებლად ძალიან მაგრა შექმნა განწყობა. აი მიყვარს როცა ხმას იყენებენ ძალიან მაგრად რა. დავალაიქოთ ეს ფილმი. რაღაც ამ წელს დამბერჯერ მომიწია ამ სტყობის თქმა, მაგრამ აი როცა ფილმს აქვს რაღაც პოტენციალი რომ იყოს ძალიან მაგარი და მე რაღაც ამ ხელა განსაკუთრებით სცენარში ამ ხელა ნაკლს რო ხედავ და ანუ ხედავ ერთია და რო გაწუხებს და გაგდებს ფილმიდან მეორეა. თავიდან აი მართლა ისე გითრევს და მოგწონს და ერთი სული გაქვს თუნდაც იმ ფეხის კითხვებზე როდის გაგეცემა პასუხი მართალია არ გეცემა მაგრამ შენ ხო იმედი გაქვს და ასე შემდეგ ბოლოს აი ბოლო ნაწილში უკვე თანამედროვეობაში რო გამოდის აი იცი როგორ იყო ძალიან დავიღალე რა ის განსხვავება იყო მანდ ყველაზე მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა ამ დროს ყველაზე სახიფათო ეგ არის ხოლმე რომ ერთი მსახიობი თამაშობს ორ პერსონაჟს თან მამაშვილს და ძალიან არ დაამსგავსოს ერთმანეთს და თავიდან რო გამოჩნდა მეთქი ეს ახლა ის ხდება რაც მე მგონია ანუ ვიზუალურადაც რაღაც გასაგებია რომ ვიზუალურად გადაასხვა ფერის მაგრამ armando წარმოადგენდა დაკარგული თაობის რაღაც რემარკის წიგნები გამახსენდა დაკარგულ თაობას წარმოადგენდა ბრაზილიის და კი რა თქმა უნდა ამის ბავშვობას ძალიან დიდი დაღი დაასვა ამ ყველაფერმა მაგრამ მე მგონი ხედავთ რომ არც იმდენი ანუ რაღაც მამა საერთოდ არ ახსოვს თითქმის და დედაზე ხო ლაპარაკით ზედმეტია და ანუ ის სიმსუბუქე იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ვერც ერთხელ ვერ ვხედავთ armando-ში, ვერც წარსულის armando-ს რო ვხედავთ, როცა მის ცოცხლია და ვერც მე მთელი ფილმის უმეტესი ნაწილს ვისაც ვხედავთ. ანუ ის სიმსუბუქე, იმიტომ რომ არ არსებობდა მაშინ იმდენად იყო ის რეჟიმი, იმდენად წოვდა ხალხს ამ რაღაც სისხლს და სიმშვიდეს და ბედნიერებას, რომ ვერ იქნებოდა მშვიდი და ვერ ექნებოდა ისეთი მანერები ლაპარაკს, რომ თავი დავანებოთ და ასე შემდეგ მანერიზმები ვერ ექნებოდა ისეთი და აი ეგ განსხვავება ძალიან მარტივად დასანახია და მაგიტო იმსახურებს იმ ნომინაციასაც და იმ აღიარებას, რაც ამ როლით მოიპოვა, მაგრამ რეჟისორიც იმსახურებს აპლოდისმენტებს ამ ხრივ, რომ ეგ დეტალური განსხვავება ძალიან კარგად არის დაჭერილი და გადმოცემული. ხო, შეიძლება ბავშვი როგორ ცოტა ხანჩას, მაგრამ რო ნახულოს, მანქანაში რო სხედან, ერთ მომენტში ეღიმება თუ გაიცინებს რაღაცას. აუ, რა ბუნებრივია ბავშვი არის გეჟი. აი, ანუ მართლა რა საჭმევენ ბავშვ მსახიობებს ეს დღეები, იმიტომ რომ ანუ მართლა ძალიან კარგები არიან. ბავშვები ძალიან გეჟები არიან, ვერ არიან კარგად, ანუ ძალიან მაგრები. არა, მართლა, ანუ ისე ახლა ჰამნეძე ვილაპარაკეთ და ეგ ხო აი რა.
ოუენ კუპერი ნუ ის სერიალია, მაგრამ მაინც რას თამაშობს და რა რეებს აკეთებს და ანუ რას ოჩახ ბავშვი ძალიან კარგი კარგი იზრდებიან ეს ბავშვები რა ხდება. ბავშვი რომ ამბობ რომ არ მომეწონა არ შეასრულა კარგად, კარგი რა ბავშვია და ანუ ეხა რა უნდა ექნა მეტი და ამ ბავშვმა თუ შეძოდა, ამ ბავშვმა თუ გააკეთა, ისე უნდა მიუდგე რეჟისორი ბავშვს, რომ არ დააკარგვინო ის ბუნებრივობა, რაც გჭირდება და რაც ანუ მართლა საჩუქარია და მშობლებიც ალბათ რომ რაღაცა იშვილო მოდი სარკის წინ დადექი და ეს ტექსტია, ესე თქვი, აი ეგ ძალიან ცუდია. აი ძალიან ლაღი იყო ეს ბავშვი და აი სილაღე გქონდეს, ან პროფესიონალი მსახიობი რო ქვია, მაგ დროსაც კი უჭირთ ხოლმე და აი ეს ბავშვი ძალიან ლაღი იყო რა. კაი, მაგრამ ბაბუა მისი. ალექსანდრო, ბატონო ალექსანდრე, თუ იმედი მოგწით ხან სიცოცხლე. როგორ დაჭრაჭულობდა? მერტო, აი ეგ იყო სული დავლიერ უკან რომ იყვებოდა. მეთქი ხა ამ კოლოს გავგლიჯო. ბებია ძალიან საყვარელი ბებია ცოტა ხანს ჩანსა დიდი მაგადი დინამიკა მაგაცა მინდა ცალკე სპინოფი ფლეშბექი როა და ნამდვილი კაციო მამა ჩემია 29 წლიდან რომ მუშაობს და ნამდვილი კაცი ჩემი ქმარიაო აქ რომ მოვიდა და რაღაცა და ისევ რომ ბრუნდებიან და ამის კითხვა რომ მართლა ეს თქვა ჩემმა შვილმა ჩემზე რომ ნამდვილი კაცი ვარო და მეთქი ხა ჩაკ ბუჭყდი შეპატო ხიბუცა ბაბუა გაყვარებს თავს რო ეგ ავიბარგეთ ახლა. საერთოდ ჯამში, მოდი ახლა რა ვთქვათ, ხო? თემატიკა ძალიან კარგი იყო არჩეული, მაგრამ როგორც ვთქვით, ეს თანამედროვეობაში, ეს აი ორ ასეთ განსხვავებულ ეპოქას რო აჩვენებ და პლუს ფეხს. ყველა ის ნომინაცია რაც აქვს, არის ნამდვილად ღირსეული, მაგრამ ფეხი როგორ არის ნომინირებული. მოკლედ ეს არის დღეისათვის და აი გამოგვიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო. და კომენტარებში თქვენი აზრი ფეხთან დაკავშირებით და მადლობა. აბა კარგად.